შეგვიძლია დავიწყოთ. მოგესალმებით მეგობრებო, თუ არ შეგაწუხებთ სასურველია რომ ცოტა გადმოიციოთ, იმიტომ რომ ჩვენი ხმა ვერ წუდება კიბეებისკენ. დღეს გვინდოდა რომ გვესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქალთა ჯანმრთელობა, გოგონების ჯანმრთელობა. თქვენ იცით რომ ზოგადად ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და გქონდა ასევე რაღაც პოზიტიური ცვლილებები, მათ შორის ქალთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით გულისხმობ იგივე რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, მათ შორის არსებობდა გარკვეული მხარდაჭერი სერვისები, თუმცა ასევე ის პოლიტიკის ცვლილების მიხედვით და იმის შესაბამისად, რაც ჩვენ დავინახეთ უკვე ბოლო ფაქტიურად 3 წელია, ეს კითხები არის სრულიად უგულებელ ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკის მხრიდან. თქვენ იცით რომ როდესაც ზოგადად ესეც მნიშვნელოვანი აღსანიშნია, როდესაც ვლაპარაკობთ ქალებზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ხოლმე ერთი კატეგორიის ქალზე, ხო? ქალებს აქვთ განსხვავებული გამოცდილებები, არიან სხვადასხვა ასე ვთქვათ, სხვადასხვა სივრცეში ცხოვრობენ, მათ შორის შეიძლება განვასხვაოთ ლიბანური ქალები, სოფელში ცხოვრობი ადამიანები, მთიან რეგიონში ცხოვრობი ადამიანები, საიდანაც ასევე სერვისის მიღება ჯანდაცვაზე არის ძალიან რთული. და ამიტომ ჩვენ გვინდოდა რომ რაღაცა ის მათ შორის ის ინტერსექციურად ვაჩვენოთ ის სხვაობა, რომელიც ზოგადად ქალებს და გოგონებს შორის არსებობს, ერთის მხრივ ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორე ინფორმაციის თვალსაზრისით, ხო? აქვე ერთ რაღაც ინფორმაციასაც გავიზიარებ ზოგადად აი სამართლის თეორიაში როგორ ვუყურებთ ჯანდაცვის საკითხს. ზოგადად სოციალური უფლებების კატეგორიიდან, როგორიც არის შრომითი უფლება, ჯანდაცვის საკითხი, სოციალური დაცვა და ასე შემდეგ, არსებობს ესეთი ფორმულა 3A და 1Q, რომლითაც ვზომავთ ხოლმე ზოგადად უფლებებზე მისაწვდომობას. ეს ნიშნავს ერთის მხრივ ეს 3A, ასე ვთქვათ, არის availability, affordability და acceptability, ანუ რაც არის ქართულად მისაწვდომობა, მისი მისაღებობა და არსებობა, ანუ ესე იგი სერვისი უნდა არსებობდეს, უნდა იყოს მისაწვდომი და უნდა იყოს მისაღები. და მეოთხე რაც არის Q, ასე ვთქვათ, ეს არის ხარისხი. ანუ ყველაფერ ამას, ანუ მისაღებობას, არსებობას და მისაწვდომობას უნდა ქონდეს მაღალი ხარისხი. ამიტომ ეს პრინციპში, როცა ჩვენ ჯანდაცვაზე ვლაპარაკობთ, თუ არ არის თუნდაც ერთი მაინც დაცული ამ საკითხებიდან, ხო? ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სერვისზე არ არის სრულყოფილი მისაწვდომობა. სახელმწიფოს მხრიდან არსებობდა გარკვეული ნაბიჯები, რაც პრინციპში გადაიდგა, შეიძლება იყოს არც 6-7 წელი იქნება, ხო ეს? როდესაც მათ შექმნეს ესეთი დოკუმენტი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სტრატეგია და ამ სტრატეგიაში იყო მიმოხილული ის ძირითადი საკითხები, თუ როგორ უნდა დაგვეცვა ქალები იმ გამოწვევებისგან, რომელიც არსებობს ჯანდაცვის სერვისში, ხო? ეხლა ზოგადად რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე როცა ვლაპარაკობ, ძალიან მრავალმხრივია, იმიტომ რომ ჩვენ აქ გულისხმობთ როგორც რეპროდუქციული სიმსივნეებისგან დაცვას, ასევე გულისხმობთ მისაწვდომობას კონტრაცეპტივებზე, გულისხმობთ აბორტის უსაფრთხო სერვისზე მისაწვდომობას და ასევე რა თქმა უნდა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის აღლოკასაც, ხო, რომელიც საქართველოში ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ დედათა სიკვდილიანობა არის ძალიან მაღალი და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინააღმდეგე დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლით და დედათა სიკვდილიანობა არის, ასე ვთქვათ, ესეთი ტერმინი, მაინც გასაგებია იყოს, როდესაც ქალი იღუპება მშობიარობის დროს, ან მშობიარობამდე, პრინციპში მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ. ანუ როდესაც ორსული ადამიანი ქალი იღუპება და როგორც წესი აქ ყოველთვის აქ მიზეზი უნდა ვეძიოთ სახელმწიფო სერვისებზე მისაწვდომობაზე, რამდენად როლად იყო მაგალითად გამოკვლეული საკითხები, ჯანდაცვის საკითხები, რომელმაც გამოიწვია მსგავსი ფატალური შედეგი და როგორ შეგვიძლია ეს ჩვენ აღმოვხვრათ, ხო? ამიტომ იქ ასევე რაღაც სისტემები არსებობს, გადამისამართება რეფერალი, როდესაც თქვათ რაღაცას არისკო სიტუაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ზოგადად ეს არის ძალიან კრიტიკული, რომ საქართველოში ძალიან მაღალი არის დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და აქ კიდევ ერთხელ საუბრობთ ასევე მაგალითად სოფელში ცხოვრებ ქალებზე, რომელთა მისაწვდომობა სერვისზე თქვენ იცით, რომ თუ მათ არ გაიარეს რაღაც ტერიტორია, ანუ რეგიონში თუმცა ცხოვრობ, თუ არ ჩახვედი რაღაც ცენტრალურ რაიონში ან ქალაქში, ძალიან რთულია ხელი მიგწდებოდეს მათ შორის აი სამეანო მეთვალყურეობაზე. ну ეს არის ბევრი, ასე ვთქვათ, როგორც თქვი ძალიან კომპლექსურია, მაგრამ ეხლა მე მინდა რომ
ჩემს სტუმრებთან ერთად უფრო დეტალურად ვილაპარაკო იმაზე დღეს რა ხდება, იმიტომ რომ ეს რუსები როგორც ვთქვით არსებობდა მანამდე, იყო ფინანსურად ასევე ხელმისაწვდომი. ელენე ალბათ იტყვის იმასაც, რომ მაგალითად ეს 8 ვიზიტი ჰქონდათ უსულხარებს, ასევე უფასო, რომელთაც ისინი მათ შეეძლოთ სულიკან და რაღაც გამოკვლევები ჩაეტარებინათ, მაგრამ ესეც საინტერესოა, რომ ამ გამოკვლევებში არ შედიოდა ისეთი მნიშვნელოვანი გამოკვლევები, როგორც არის გენეტიკური გამოკვლევა, როგორც არის რაღაც დაავადების გამოსაკვლევი, სპეციფიკური დაავადების გამოსაკვლევი ანალიზები. ამიტომ საბაზისო პაკეტში რაღაცები შედიოდა, საინტერესოა დღეს რა ხდება, მithumetes ქონიზება როგორც ზოგადად როდესაც ავტოკრატიული რეჟიმი ასე ვთქვათ ხარდება ქვეყნებში ყველაზე რთულ მდგომარეობაში როგორც წესი ვარდებიან ქალები. ანუ პირველ რიგში ეს თავარი დარტყმა მოდის ხოლმე ქალებზე და მათ სხეულებზე და აი ამ საკითხებზე ხო და ეს ჯანდაცვის საკითხი იქნება ეს ავტონომია და როგორ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა რომ ჩვენ სხეულზე თავად მივიღოთ გადაწყვეტილება რა აი ამ საკითხებზე გვინდა რომ დღეს რაღაცნაირად ყურადღება გავამახვილოთ და ასევე მედია კიდევ უფრო დეტალურად ილაპარაკებს მოწყვლადი ჯგუფებზე და აი მოწყვლადი ქალების შემთხვევაში რა რეალობა გვიდგას. პირველ რიგში მინდა რომ ელენე ვილაპარაკოს, ელენეს აქვე გეტყვით რომ მე ელენეს მედეას და კიდევ ორ ადამიანს ქალს ჰონდა როცა კარგი ცხოვრება იყო მეთქებად ჰონდა შექმნილი ეგრეთ წოდებული ეს არის HR ადვოკატების ჯგუფი, ეს არის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე ჯგუფი. ჩვენ მუშაობდით, რა ვიცი, ბოლო 7-8 წელი მუშაობდით, ხო? 18 წლიდან მუშაობდით აქტიურად. ეს იყო პირველი ჯგუფი, რომელიც რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებზე შეიქმნა, ანუ მოძრაობას დავარქვით, რომ ეს იყო რაღაც საადვოკაციო სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვცდილობდით, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის და ასევე გვეწარმოებინა კვლევები და ტრენინგები სექსუალობის საკითხზე, ინფორმაციულ თანხმობაზე, კონფიდენციალობის მნიშვნელობაზე, ასევე ზოგადად გინეკოლოგიურ სერვისებზე, კონტრაცეპტივებზე, არის სასურველი ორსულობისგან თავის დაცვის სხვადასხვა მეთოდებზე და პრინციპში ეს მაშინ ეს საკითხები ძალიან ისეთი იყო, რთული იყო სალაპარაკოდ, ამიტომ ჩვენ გვინდოდა რაღაცა ეს რაღაც კვლევებით გაგვემყარებინა ეს ასე ვთქვათ, როგორც გაგვეძლიერებინა ქალები და ასევე აქტივისტები და იმის მერე ძალიან ბევრი აქტივისტი ვნახეთ, რომელიც ნაწილი ჩვენს ასე ვთქვათ სიახში გამოზრდილი, მაგრამ ასევე სხვა ადამიანები, რომლებიც აი ამ თემის ირგვლივ გაერთიანდნენ სხვადასხვა რეგიონში. დღესაც ჩვენი მუშაობთ, მაგრამ მუშაობის პირობები აღარ გვაქვს. ამიტომ მე ვიტყვით, რომ ისე შეგვიძლია ვიმუშაოთ როგორც ადრე, მაგრამ ჩვენ მაინც ყოველთვის ვართ მზად, რომ ხედავთ რესურსების არარსებობისა, ყველა ხალხს, რომელსაც რაღაცა პრობლემა აქვს ამ კუთხით, ჩვენ ხარში ამოვიდეს და ჩვენი რესურსებით დავეხმაროთ მათ. მოკლედ, პირველი კითხვით დავიწყებ, ელენესთან გადავალ და ალბათ ვიტყვი და ვკითხავ, რომ ალბათ მნიშვნელოვანი იქნება რომ მოვიხილოს სახელმწიფოს პოლიტიკა, როგორი არის ზოგადად ქალთა ჯანმრთელობასთან მიმართებით და გოგონების ჯანმრთელობასთან მიმართებით, და ვიცი რომ ძალიან კომპლექსურია, მაგრამ შემოახერხებ რომ რაღაცნაირად მოიხილოთ ეს თემები და ასევე აი ეს ავტონომიის საკითხი, ქალების ხო რაღაც ავტონომიის საკითხი და უფლებების საკითხი როგორ არის გადაჯაჭვული ამ დღეს არსებულ ავტოკრატიულ თუ ავტორიტარულ რეჟიმთან და რა შეიძლება კიდევ მოველოდეთ გარდა იმ სირთულეებისა, რომელიც დღეს გვაქვს მომავალში, უფრო ძალიან არ შეგვაშინა ისე მოგვიყვება. მოგესალმებით ყველას, ძალიან მოკლედ კარგად ცნობთ ელენე ქალიფისაშვილი ვარ და ადამიანის პრობლემის იურისტი და 2018 წლის დასაწყისიდან მუშაობ აქტიურად ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მიმართულებით. 4 წელი ვიყავი სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდი გენდერის დეპარტამენტში და სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციებს, კვლევებს, ასე შემდეგ ჩემი ჩართულობით იწერებდა და ყველაფერად შეეხებოდა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. და ჩემი საქმიანობა მოიცავდა როგორც სხვადასხვა უწყებებთან, საქმიანობა უწყებებთან თანამშრომლობას, რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, რეკომენდაციის გაცემაში და რეკომენდაციის აღსრულების მიმართულებით მუშაობას, ასევე ძალიან დიდი ნაწილი იყო საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა ტერიტორიებთან, მაცხოვრებელ ქალებთან, გოგოებთან, მათ შორის ახალგაზრდებთან, ასევე ონლაინ სივრცეში, ფიზიკურად ყველგან და ამ არც ერთ ამ ინიციატივაზე არ ვამბობდი ხოლმე უარშემ არასამთავრობო სექტორში გავაგრძელე პრინციპში იგივე მიმართულებით მუშაობა და რაც კერძო ჩემი ინიციატივებითაც მუშაობდი ხოლმე ამ მიმართულებით და ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ ყველაზე მნიშვნელოვანია დარჩა ჩემი აზრით ჩემი ამ მუშაობიდან იყო ის ნაწილი რომელიც შეეხებოდა პირისპირ ქალებთან და გოგოებთან ურთიერთობას და მათთან ლაპარაკს ხო
იმის მნიშვნელობის ახსნას, რატო არის მნიშვნელოვანი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რა არის საერთოდ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რატომ უნდა ვიზუალურად იმაზე, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს, ასე ვთქვათ, გამოცდილება ასეთი მოძრაობის, ხო? ანუ გვაქვს გამოცდილება ქალთა მოძრაობის, მაგრამ კონკრეტულად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ესეთი საკითხი იყო, რომელზეც მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და ასე ვთქვათ, ესეთი ინფორმირებულობა საზოგადოებაში ამ საკავშირებით არ იყო, ხო? სკოლებში მოგვეწოდებოდა ასეთი ინფორმაცია და სხვადასხვა დისციპლინის სამედიცინო ფაკულტეტზეც კი მაგალითად სექსოლოგიას არ ექცეოდა არასდროს ყურადღება. მეც როდესაც სწავლობდი უგრძელზე და ადამიანის პრობლემებს ვსწავლობდით, იქ ზოგადად ქალთა საკითხებს განსაკუთრებით არ ექცეოდა ყურადღება, არათუ სექსუალური და რეპროდუქციული პრობლემებს და ეს ყველასთვის იყო რაღაც ახალი თემა ეს 2018 წელს და მერე გაჩნდეს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ ამაზე. ეხლა რაც შეეხება ეს რა იყო, მე შემიძლია შევაფასო რა იყო სახელმწიფო პოლიტიკა, მას შემდგაც მე დავიწყე ამ მუშაობა 2018 წლის დასაწყისიდან დაახლოებით და რაც შემიძლია თქვა ეს იყო აი ბოლო მოკლედ აგიხსნათ რა საკითხები იყო ის რასაც ვადვოკატირებდით რა აი ეს იყო მაგალითად დედათა ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესება 2018 წლამდე იყო მაგალითად 4 უფასოები არსებობდა ორსული ქალებისთვის დანარჩენი კონსულტაციები დაჭირდებოდათ ამის თანხა თავადობრივ ჯგუფთან უნდა დაეფარათ აქ საუბარია ადამიანებზე ქალებურ სულებზე ვთქვით არ ჰქონდათ ისეთი საწმობა კერძოდ დასკვნებზე ხო რომლის ასევე უნდა ვისაუბროთ მოგვიანებით ეს ძალიან ძვირდება და ძალიან ბევრი ადამიანი კარგავთ სამსახურებს და მით მაგალითად არ მაქვს ბოლო 1 წელია მაგალითად კერძო დასკვნა და ძალიან რთულია აღმოჩნდა შემთხვევით ამაში ნავიგაცია მიუხედავად იმისა რომ წესით ვერ ყვევი სადრა სერვისია რა სერვისი მეკუთვნის სახელმწიფოსგან და ასე შემდეგ სახელმწიფოს პოლიტიკა ძირითადად იყო ასეთი რომ ყურადღებას მეტნაკლებად აქცევდა დედათა ჯანმრთელობას ანუ ასე ძალიან მარტივიანით რომ ვთქვათ ქალს რომელიც არჩევა საკითხს გააჩინოს შვილი ხო ამ ასეთი ქალების არსებობს სერვისები მაგალითად ოთხი სერვისი რაც არსებობდა 18 წლამდე გახდა რა სერვისი ბაუნის ასეთი რა ბაუნის კონსულტაცია რაც იქნება მხოლოდ ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება ბევრი გამოავლინა და იყო საუბარი ხარისხზე კიდევ რომ იგივე ექიმები რომლებიც ამ სახელმწიფო სერვისის ფარგლებში აწვდიდნენ სერვისებს ამ ქალებს გაცილებით დაბალხარისხიანი იყო და მოკლევადიანი იყო კონსულტაციები რასაც გასცემდნენ ორსულებზე რომლებიც აი ამ ფასო პროგრამის ფარგლებში მიდიოდნენ მათთან და ცოტა სხვანაირი იყო სერვისები რომელსაც ისინი გასცემდნენ ქალებზე რომლებიც კერძო დასკვნით იყვნენ ეს არის ჯიბით იხდიდნენ მოკლედ ისეთ მომენტა სახელმწიფო ბაზისს მაგრამ მაინც აკეთებს ქალებისთვის საკეთებს და შეხოვე
ყველგან ძალიან დიდი პრობლემებია შექმნილი და მათ შორის ჩალეთის სამისში და ვიცი ბიუჯეტში რა იქნება გათვალისწინებული და რა არა და როგორ მომსახურება ქალებს ეს პროექტი. ეს პროგრამა ძირითადად აქცენტს აკეთებს სახელმწიფო ისეთ სერვისებზე, რომლებიც ჭირდება ქალს, რომელიც მიზებს გადაწყვეტილებას, რომ გახდეს დედა. და მეორე მხრივ საერთოდ იყო უბრალოდ ყოფილი ისეთი სერვისები, როგორიც არის აი სექსუალური პრობლემების ჯანმრთელობაზე რომ საუბრობ, აქ მოიაზრება ორსულობის და მშობიარობის სერვისებიც, ასევე სერვისები, რომლებიც უბრალოდ გინეკოლოგიური სერვისებიც არის, სექსუალური ზრდადამდები დაავადებების შესახებ დიაგნოსტირება, მკურნალობა, კონსულტირება, ხო? ასევე არის კონტრაცეპტივებზე კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, სექსუალური განათლება, რომელიც არსებითი შემადგენელი ნაწილია სექსუალური განათლების. ამ მხრივ სახელმწიფო აქვს სრული იგნორი ყოველთვის, მაგრამ ისინი გვხვდებოდნენ ამ საკითხზე მომუშავე ადამიანებს, სადაც 2022 წლამდე ალბათ საუბრობდნენ რაღაცებს ვიღებოდნენ რა ითქვა და მას ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური თემაა, ხარჯი ამის ძალიან დიდი, მაგრამ მქონდა განცდა, რომ ის ადამიანები გვხვდებოდნენ იაზრებდნენ სერვისების საჭიროებას, სადაც ჩვენ საუბრობდით და ყოველგვარში ნელ-ნელა დაიწყებდნენ მუშაობას იმაზე, რომ ეს სერვისები გაჩენილიყო. და ლიკამ ძალიან სწორად აღნიშნა სოციალურ უფლებებს, სექსუალური ჯანდაცვის უფლება, ჯანდაცვის ხელისუფლების უფლება, ისეთი უფლება არც ყველა შესაძლო საერთაშორისო ხელისუფლებაზე სახელმწიფოს ხელმოწერილი აქვს საკითხი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს ეს სერვისები ჩასგარანტირებულს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ნელ-ნელა ის შესაძლებლობა აღწევს იმისთვის, თქვათ გაატაროს ეს ღონისძიებები და ყველასთვის გასაგებია ერთ მშვენიერ დღეს ყველა ეს სერვისი უბრალოდ გახდება ყველასთვის და ჩვენი რეკომენდაციებში ეს იყო ასახული, ხო, აი თანდათან მოწყობილ ჯგუფებისთვის იქნება ეს გააკეთოთ, თქვათ სოფლის მცხოვრები ქალებისთვის იყო რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე საავადმყოფო დაიკეტა, რომელიც ეს სამშობიარო იყო და ფაქტობრივად ქალებს უწევდათ 40 წუთიანი გზავრობა იმისთვის, რომ სამშობიარომდე მისულიყვნენ, რაც უშსული ქალისთვის ძალიან ბევრია რა, მithumetes, როდესაც გზა არ არის გამართული და ასე შემდეგ. ენის ბარიერი აქვს ძალიან ბევრ ქალს მაგალითად და ამის შესახებაც იყო ძალიან ბევრი რეკომენდაცია, რომ კლინიკებში, რომელიც არის ინტერიტორიული ერთეულებსაც, მაგალითად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, იქ ყოფილიყო უფასო ხოლმე ხარჯიმის სერვისი და ასე შემდეგ. აი ამ ხოდა კიდე იყო სექსუალური განათლების საკითხი, რომელზეც ჩემი შეფასებიდან არაფერი არ შეცვლა მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან ძალიან ბევრი მიმართულებით შევეცადეთ, რომ სახელმწიფოსთვის გვიჩვენებინა, რომ რა მნიშვნელოვანი ამ სერვისის დანერგვა. ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი რეკომენდაციები, ეს იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოცემულ ასე ვთქვათ რეკომენდაციებში შემავალი ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ძალიან ბაზისურად ფაქტობრივად რაღაც ხელმძღვანელოებში მეშვიდე და მერვე კლასში იყო რაღაცა ჩანართები უბრალოდ რომლებიც აი რომ შევკრიბოთ იმ ფაქტობრივად სექსზე და სექსუალობაზე ბავშვი იღებდა ინფორმაციას, რა საშიშია სექსი და როგორ არ უნდა ჰქონდეთ ადრეულ ასაკში ქორწინების საფრთხეებზე იყო საუბარი, ადრეულ ასაკში მშობიარობის საფრთხეებზე, სექსუალური ზრდადამდებობ დაავადებებზე, სხვადასხვა ამავე კომპონენტში იყო ხოლმე მიწერილი ნარკომანიასთან დაკავშირებული რაღაც საფრთხეებზე, ანუ რაღაცა საფრთხეებზე იყო საუბარი ყველგან ესე უკონტექსტოდ და ამაზე ვეუბნებოდა ხოლმე განათლების სამინისტრო, რომ აი ეს საკითხები დავაინტეგრირეთ, ხო, მაგრამ როგორ უნდა აღიქვას ბავშვმა ჯანსაღად სექსუალობა ზოგადად ამის შესახებ არ იღებდა მოკლედ არანაირ ინფორმაციას. და შემდეგ 2 წლის წინ იყო, თუ არ ვცდები უკანონო ამერია, თქვა ძალიან შეიცვალა სახელმწიფოს რიტორიკა დასავლეთის მიმართ პირველ რიგში და ამას მოყვა ძალიან ესეთი ანტიგენდერული მესიჯები. ანუ ჩვენ ის მეუბნებოდით ხოლმე სახელმწიფოს, რომ აი ანტიგენდერული ჯგუფები ყავს ქვეყანაში და გაეცია მას პასუხი იზრუნა იმაზე, რომ რაღაც ეს ნიადაგი რაც არის, რაღაცნაირი ეს ნარატივებს არ მიესწის ასე ვთქვათ, რაღაც ფართობსა. ფაქტობრივად დღეს და 2 წლის წინ დაიწყო ეს ძალიან აქტიურად. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის ყველაზე ესე ვთქვათ მამაღალი გამჟღერებელი ამ ანტიგენდერული ის ხო მოძრაობების და ამას პრინციპში ახლა ამ გადმოსახედიდან მოუყურებს სულ ბიზნესში ხომ რა იმ საჯარო უწყები აი ნინო ციკოსანზე მაგალითად საუბარი ან ის რაც
რაღაცნაირად რამდენიმე წლის წინ მახსოვს რაღაცა პოსტში როგორ გააკრიტიკა მშობელი 13 წლის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის, რომელიც დაუსრულდა მისი დედის პარტნიორისგან და როდის მიმართა ამ ოჯახმა აბორტისების ეს გააკრიტიკა საჯარო პოსტით გენდერული თანასწორობის საბჭოს პეიჯიდან, ანუ თავის პეიჯიდანაც არ დაუპოსტავს ეს და ასეთ რაღაცებს ვაკვირდებოდით ხოლმე, რომ აი რა მიდგომები შეიძლება რომ ვიწინასწარმეტყველთ, რა მიდგომები ექნება სახელმწიფოს აი ამ მესიჯებზე დაყრდნობით. და 2 წლის წინ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, აი იქამდე რომ ვთქვათ, რომ გვეთანამშრომლებოდნენ და შეხვედრებზე ვისხდით და თითქმის ყველა ინიციატივაში რაც ჰქონდა სახელმწიფოს ვიყავით ხოლმე ჩართულები, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს ერთი ბრძანება ჯანდაცვის მინისტრის, რომელიც არეგულირებს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის რეგულირებას საქართველოში და იქ გაჩნდა ახალი ჩანაწერები, რომლებიც ფაქტობრივად სპორტს კონფიდენციალობას ამ სერვისიდან ფას აურმაგებს ფაქტობრივად, იმიტომ რომ დამატებითი კონტროლის მექანიზმები ეჩადებული, რომ ხალხმა ესე იგი რაღაც 3 თვეზე მეტ ვადაზე არ გაიკეთოს საბოდინამისთვის არის ჩადებული დამატებითი ეხოსტომი, რაც ცხადია ზრდის ფასი, იმიტომ რომ ეს სერვისი არ არის მოაზრებული არც კერძო დაზღვევაში, არც რომელიმე სახელმწიფო პროგრამაში, გარდა გამონაკლისის შემთხვევისა, როდესაც ხალხია ძალადობის მსხვერპლი, ხო და არც ისეთი კანონმდებლობა არ აქვს, რომ ერთი ხალი არ არსებობს, რომელსაც მიუღია ეს სერვისი უკასოდ ბოლოს რომ შევამოწმოთ, იმიტომ რომ ისეთი ჩანაწერი ახლა შეგვიძლია ისო, ანუ ხალხმა უნდა სასამართლოს უნდა ხალი ნამდვილად არის ძალადობის მსხვერპლი და ამის შედეგად დადგა ნამდვილად ორსულობა, რომ მართოს სახელმწიფოს და ასე ვთქვათ მიიღოს ანაზღაურება თუ მას სჭირდება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა და დაახლოებით 6-დან 9 თვემდე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები, ანუ ფაქტობრივად გამორიცხული. ამის ცვლილების ინიციატივაც ჰქონდა სახელმწიფო დამცველის სარჩელი არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ ამ პირობებში უკვე ძალიან იმედი არ მაქვს. ხომ თქვა რას ხომ 2 წლის წინ, როდესაც ეს მოხდა, ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის სამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც მუშაობს ხოლმე ამ სერვისზე და თქვა შევიკრიბეთ ამაზე სალაპარაკო, თქვა გაჩნდა ეს კითხვა, რომ საერთოდ ახლა ეს უკვე გავაპროტესტოთ ხარ. იმიტომ რომ თქვა დაწყებული იყო დედა, მამა, ხალები უნდა ასე ვთქვათ, ხალები უნდა დაქორწინდეს, რაღაც სუეტები მართავდა ხოლმე რაღაც ამ ტექსტებით მეკითხები, რაღაც ძალიან ბევრი სხვა მავნე ნარატივი და უკვე დაუსვით ეს კითხვა, რომ საერთოდ ახლა უნდა წამოვწიოთ ნეტა ეს კითხვა და საერთოდ უარეს ვიზამხვა, იმიტომ რომ ახალი კატალოგი არის ძალიან სენსიტიური თემა, საქართველოში არ გვაქვს ის გამოცდილება ხანაც რაღაცა საპროტესტო ტალღა არსებობდეს ამის უმეტესობა მოვიტოვოთ თანამდებობის ამ სერვისის გაუმჯობესება და ვფიქრობდით ხოლმე რომ ის თუნდაც უარესი არ ხართ ახლა, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში რაც დავინახეთ, ფაქტობრივად ხელისუფლება ეგრეთ წოდებული იყენებს ყველა სენსიტიურ საკითხს იმისთვის, რომ მოახდინოს პოლარიზაცია და სულ ხოლმე გაცდება ერთმა ამას, რომ ვიტყვით შეიძლება ვქნათ უარესი. ხო, აი ეს მიმოვიხილავთი მოკლედ იმ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოს აქვს და აუცილებლად მინდა შევეხო იმას, რომ ძირითადად რაც კეთდებოდა ამ მიმართულებით არ გულისხმობ განათლების ნაწილს, მე გულისხმობ ასევე სერვისების ნაწილს, საქართველოში კონტრაცეპტივების შემოტანის ნაწილს, ამ გარკვეული ჯგუფებისთვის უფასოდ ამის ხელმისაწვდომობის საკითხს, ეს გააკეთეს დონორულ ორგანიზაციებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ამ შესაძლებლობა აღარ გვაქვს. და განათლების ნაწილი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად 2018 წელს ეს გამოჩნდა პროცესი ვატარებით, ყველა მოზარდმა დასრულმა, ვისაც ჩვენი პრობის თანახმად ჰქონდა უკვე ინფორმაცია იმაზე, საერთოდ რა არის მაგალითად კონტრაცეპტივი, რა არის თანხმობა, სექსუალური ძალადობა რა არის და რა უნდა ქნას იმ შემთხვევაში თუ ნეთვაბის დაექვემდებარება. აი ეს ინფორმაცია ჰქონდა იმ ადამიანებს, ვინც რამე პრინციპზე ან საინფორმაციო შეხვედრაზე არიან ნახავები, რომლებიც ჩაატარა გაეროს შესაბამისმა ორგანიზაციამ, მოსახლეობის ფორუმმა ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და პირიქით სკოლებში რამდენჯერაც მითითებაზე კითხების შეტანა და მასწავლებელი ორგანიზაცია ძალიან მიჩნდებოდა სულაც და პირიქით შეიძლება დამაზიანებელი, იმიტომ რომ ეს მასწავლებლებიც შემთხვევაში იქნებოდა არ იქნან მოკლედ
დღეს ამ მიმართულებით მეც უკვე ბოლო ბევრი თვეა არ მიმუშავია ასე ვთქვათ ველზე ამ მიმართულებით და ჩემი კოლეგებიც ვიცი რომ ამ ხრივ ეს ინიციატივები თითქმის ამით როგორ თქვა ამ პასუხისმგებლობას კი ვცნობ რომ რაც ამ პროტესტი იყოს ქვეყანაში რაც უნდა ხდებოდეს ამ ქალების წინაშე ბავშვების წინაშე გვაქვს ხალხობა დამცველები ქვია და ეს ამ საკითხებზე უნდა გავაგზავნოთ მუშაობა უბრალოდ რესურსი არ არის ამის არც ფინანსური არც სხვაგან ვართ როგორც ქვეყანა და როგორც საზოგადოება იმისთვის რომ ასე ვთქვათ ასეთ საკითხებზე ან გქონდეს ან ემოციური რესურსი ან რაიმე სხვა რესურსი რომ შევკრიბოთ ადამიანები და მაგალითად ამ თემებზე ვისაუბროთ და ასევე ცოტა ხნის წინ გაეროს ხალხთა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა რომელშიც ფაქტობრივად ჩანს 2019 წლის შემდეგ იმ საკითხებზე რაც ეხება გენდერულ ტრანსფორმაციას ზოგადად ძალიან გაუარესებულია საზოგადოებრივი განწყობები რა და ფაქტობრივად ეს სტერეოტიპები არის კიდევ ხომ გამყარებული ესეთი კითხვები იყო რომ მაგალითად ამდენად თვით რომ მამები უნდა იყვნენ ჩართულები უშუალოდ აღზრდაში და ანუ ყველა მიმართულებით ყველა კომპონენტში არის რაღაც გარკვეული გაუარესება და მე ვიცი რა მარტივია ამის გაუარესება და როგორი ათმაგად რთულია რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად წინ წაწია და რამდენი ადამიანის რა რესურსი წაიღო ამან ბოლო წლებში რომ ამ ყველაფერზე გველაპარაკა ადამიანებთან, ბავშვებთან, ქალებთან, კაცებთანაც, მასწავლებელთან, იქიმებთან და ასე შემდეგ და რაღაც პროფესია მოხდება და მე ფიქრობ რომ რა უნდა იყოს, სხვა რა რამდენი დრო დაგჭირდება კიდევ რომ აქედან რაღაცნაირად ამოვიდეთ და რაც შეეხება იმას რა მოგველის ხო ანუ ავტორიტარულ რეჟიმებში ქალების სხეულებრივი ავტონომია არ არის ძალიან პრობლემური საკითხი განსაკუთრებით ნიადაგია შემზადებული და რამდენიმე წელიწადში კი არა თითქმის წელიწადში ერთხელ რომელიმე არც თუ ისე არასერიოზული პოლიტიკური აქტორი აკეთებს ხოლმე რაღაც ისეთი თიზერებით დაგვიანოსებენ ხოლმე ხო არ აკვეკრძალა აბორტი მაგალითად ხო იმიტომ რომ ამას აბანო დემოგრაფიულ განვითარებას და ასეთ საკითხებს და მე მაქვს აბსოლუტურად მოლოდინი იმის რომ როდესაც ეკონომიკური ხელისუფლება ამოწურავს რაღაცა რაიდის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს და ფერადი დროშების აკრძალვის საკითხებს ეს ძალიან მარტივი რაღაცები ჩამოხვალა როგორც სერიოზული სექტანტუსებიც აკრძალეს მაგალითად მოწყობილი ჯგუფებისთვის მე მგონია რომ ქალების სხეულებრივი ავტონომია არის ერთ-ერთი შემდეგი საკითხი და მე კი მიცხრალი კამრო ძალიან არ შეგვეშინა მაგრამ იმ ფონზე როდესაც ჩვენ მართლა არ გვაქვს გამოცდილება ჩვენი სხეულებრივი ავტონომიისთვის ბრძოლის თუ არ ჩავხდით რაღაც განცხადებებს რაღაც რეაქციულ აქციებს ხო და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩვენი ძალიან დაუღალავი ბოლო 2 წლის ბრძოლა მაინც იქამდე მიგვიყვანეს რაც ახლა ვართ ძალიან ბევრი შიშები მაქვს და იმასთან დაკავშირებით რა იქნება შემდეგ სექსუალური და რეპროდუქციული პრობლემების მიმართულებით იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმედი იყო რომ საერთაშორისო რეკომენდაციები ის რომ ხელისუფლებას უნდა რომ ადამიანის პრობლემის საერთაშორისო ინსტიტუციებისთვის მოეწონებინა თავიდან ანგარიშებში დაეწერა რა კარგად ნერგავს რაღაც გარკვეულ სერვისებს ხო და ანტიდასავლური ნარატივის ფონზე ესეც რო ხრება აქ უკვე არ ვიცი რა დაგვიჭერს ასე ვთქვათ ერთმანეთის სოლიდარობის და რაღაც ერთიანობის გარდა ელენე ძალიან დიდი მადლობა ამ ტრაექტორის ასეთ მოკლედ დროში მოხაზვისთვის და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ განსაკუთრებით სექსუალურ განათლებაზე როცა ვლაპარაკობთ ხო რომელიც არის ხოლმე შეიძლება წარმოჩენილი როგორც რაღაცა ბოროტება ან რაღაცა მორალური არ ვიცი ქმედება რომელთაც ხდება ბავშვების გარკვეულ რაღაც ეგრეთ ხო რაც არის აბსურდი ერთი რომ უცოდინრობა პირდაპირ ჩვენი სექსუალური განათლება სოციალური განათლება სექსუალობის შესახებ ეს არის პირველ რიგში ადიქსაცები შეერთებული შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ინფორმაციის მიწოდება საფრთხეობის შესახებ ხო როდესაც ადამიანს შეუძლია ამოიცნოს ტოქსიკურობა ადამიანს შეუძლია ამოიცნოს ძალადობა მისი რისკები და შეუძლია ასევე თავი დაიცვას ისეთი ნეგატიური შედეგებისგან როგორც არის მაგალითად
არასასრული ორსულობა კონკრეტული სუბიექტის შემთხვევაში. ახლა მე მაგაზე რა გამახსენდა, იცი ეს სექსუალობაზე რომ განათლების მიღწევა საუბრობდით. და ახლა ეს სახელმწიფო უნდა დაიწყოს დროშების და ფერადი ფერების და მხედრიონელებმა კიდე ხო რაღაცა ფერადი საკითხების რეგულირება. მაგას გამახსენდა 2016 წელს გურამ ხალავანდიშვილს ჰქონდა აქცია ისე თქვა ჩაატარეს განათლების სამინისტროსთან და ძალიან დიდი ბანერი ჰქონდა გამოტანილი ხალავანდიშვილს, ყავდა ბავშვები მოყვანილი და ხელში დააჭერინა უცხოურ ენაზე, ბოლოდ არ დავასახელებ, უცხოურ ენაზე წარწერა არა გენდერს სკოლებში. ანუ ჯერ გენდერს ხოხდები, ანუ შინაარსობჯერ გაუმართავი. კონტექსტუალურად სრულად მოწყვეტილი ჩვენს რეალობას და ძალიან სასაცილოა რომ დღეს ეს ხელისუფლება ცდილ იგივე ასე ვთქვათ სრულად დაუმუშავებელ სრულად ნუ მაშინაც მიგვეცინებოდა მაგრამ საბოლოოდ ნახეთ რომ სასაცილო იდეაში არ არის იმიტომ რომ ამას ისე პროპაგანდის მანქანად აქცევენ მაგრამ როგორ მოხმოვანინა კაპიტალიზება აი ამ რაღაცა ძალიან მარგინალური ულტრაკონსერვატული ჯგუფების ენობრივ აპარატზე და ველაპარაკება გენდერზე და იმაზე რომ გენდერი თურმე არა. ანუ ეს ძალიან საინტერესო იყო. და მე მაგაც კიდე გამახსენდა ლევან ვასაძის 120 შენიშვნა განათლების სამინისტროს. არ ვიცი გახსოვთ თუ არა განათლების როგორ ერქვა განათლების მედია საზოგადოებაზე გააკეთა ესეთი 120 შენიშვნა და შიგნით ეწერა რომ ლიბერალური დემოკრატიული ზოგადად ეს ცნებები ლიბერალური უნდა იყოს ამოღებული, იმიტომ რომ ეს იდეოლოგიზება არის თურმე სტუდენტების კერა და მოსწავლეების და განათლების სამინისტრომაც მოისმინა ვინმე ლევან ვასაძის, ანუ არავინ არ იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მოისმინა ამგენად ხო ბიზნესმენის და მე ეს მმკ-ს და ნებს აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ დღეს ამ ჯგუფებს ფაქტობრივად ნარატივი წაართვა სახელმწიფომ და თვითონ გახდა ის ვინც ამას ვთქვათ ხო რაღაცა ეს ძალიან აშკარა არის როგორ წაართვა ამ ხალხს, მათ შორის ამ ზურა მახარებიძესაც ეს მთელი ნარატივი და გაძარცვა და თვითონ იყენებს ახლა ამას კაპიტალიზებისთვის. მაგრამ ძალიან რო აღარ გაგვიგზავნოთ ეს მე მინდა რომ მედიასაც ვხოვოთ და ასევე მედია მინდა რომ ფერმეტად გაანახილოს მოწყვლად ჯგუფებზე, იმ ქალებზე, რომლებიც უფრო მეტად მოსწავლეები არიან, ვიდრე თქვა რაღაც საშუალო სტატისტიკური ადამიანი და ასევე ველაპარაკოს იმ სერვისებზე, რომელიც არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ისეთ სერვისებზე, სადაც სახელმწიფო არ აძლევდა და ვერ აძლევდა და არც ჰქონდა გეგმაში და თვითონვე კაცრავად შეიძლება ეგეც უნდა აღინიშნოს მეგობრებო, რომ ეხლა როდესაც ვკრებათ ხოლმე გამოცხადებული სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორი, თავად იყო ყოველთვის, როდესაც რეფერირებდა და მსხვერპლი რომ მიდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეუბნებოდა, რომ ფსიქოლოგიური სერვისი მჭირდება, მე იმიტომ რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, ან გაუპატიურების ხო რაღაცა მძიმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, ისე ეუბნებოდა, რომ აგერ არის NGO ორგანიზაცია, მოგცემ ნომერს, წადი და იქ მიიღე სერვისი. ანუ თვითონაც ძალიან დიდი პოზიციაზე დავამატებ, ანგარიშებს რომელსაც სახელმწიფო აგზავნიდა გაეროში და ასე შემდეგ, რომ აი რა დანერგა რა გააკეთა ამ კონკრეტული მიმართულებით. ხო, იქაც წერდა ხოლმე იმ სერვისების იმ პროექტებს, რომლებსაც შემთხვევაში აკეთებდა რა თვითონ არავით რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სულ თქონდა ამაზე პასუხი შევეკითხოთ, რომ რა პრობლემა ხო გაკეთდა ეს ქვეყანაში და ერთიანი საქმე ეს სახელმწიფოს ანგარიში და დაუწერ არასამთავრობოს იმას. დღეს ვართ აგენტები, ვინც ამას ვაკეთებთ. და ნუ ახლა ეს მტრად ნიშნავს იმ ადამიანებს, იმ ჯგუფებს, რომლებიც არის ფაქტობრივად ერთადერთი სერვისი, რაც არსებობს სახელმწიფოში, აწვდიან როგორც მსხვერპლებს, βέβαια ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სერვისის საჭიროების მქონე ადამიანებს და მედიას თუმცა მინდა რომ ამაზე მეტად გაშალოს. მოგესმენთ? ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია თავიდან შედარებით ცოტა ვიყავით, ახლა შემოგვიერთდა ბევრი როგორც ხედავ. ჩემთვის ძალიან ძვირფასი აუდიტორია ხართ. დიდი გამოცდილება არ მაქვს ასეთ ფორმატში საუბრი, მაგრამ ვეცდები ძალიან მარტივად ითხრათ საფრთხე, იმიტომ რომ ჩვენს გარდა ვიცი, რომ შეიძლება სხვა ადამიანებამდე მივიდეს ეს ჩვენი მესიჯები და სულ ვცდილობ ხოლმე, რომ მაქსიმალურად გამამარტივო ისენა არის იქ ჩვენ საუბრობთ იმისთვის, რომ ბევრისთვის კიდევ უფრო გასაგები გახდეს ის გულის ტკივილი, რაც ყველას გაგვაჩნია, მე როგორც სამი ქვეყნის მოქალაქეს, სოციალურ მუშაკს და როგორც დიდას. მუშაობ დღემდე ორგანიზაციაში, რომელიც ცდილობდა მიეწოდებინა
სერვისები ან გადამისამართება სერვისებზე, რომელიც ეხებოდა ადამიანებს და ქალებს, ახალგაზრდა გოგოებს ისეთ გამოცდილებებზე, რომელიც არ არის მასიურად გავრცელებული. ჩვენ მუშაობთ დღემდე ადამიანებთან, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებების გამოწვევები, აქვს ეგრეთ წოდებული სპეციალური საჭიროებები, სხვაზე ზრუნვის განსხვავებული ტვირთი, იქნება ეს შვილი თუ მშობელი, ეკონომიკური გამოწვევები. რომ დავაკონკრეტო კიდევ უფრო გასაგები გავხადო. ამ შემთხვევაში ვისაუბრებ იმ ქალების გამოცდილებებიდან, რომელიც ცხოვრობენ HIV ინფექციით და რომელსაც ჰქონდა ან აქვს ტუბერკულოზთან ბრძოლის გამოცდილება. და მეთანხმებით, რომ სპეციფიურია და შეიძლება ყველა ოჯახისთვის არ იყოს სიტყვაზე ესეთი გასაგები, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სერვისები, რომელიც თავის დროზე სახელმწიფომ ააშენა ზუსტად სამოქალაქო სექტორის ხარდაჭერით და თავის დროზე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ერთადაც თავს ვიწონებდით შიგნით თუ გარეთ საერთაშორისო პლატფორმებზეც. როდესაც ჩვენ საუბრობთ სპეციალურ საჭიროებებზე, ვიკა მახსენა ტერმინი მოწყვლადიო და მოდით ამაზეც ვისაუბრებთ რა არის ეს მოწყვლადობა და როგორ შეიძლება გადავთარგმნოთ ეს საჭიროებები ჯანდაცვის სექტორში სერვისების ხელმისაწვდომობაზე. სხვათა შორის ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სტუდენტებთან, ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებთან, ძალიან ხშირად ვსაუბრობთ მოქმედ ექიმებთან. პრინციპი, რომლითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ და ჩვენ ამ შემთხვევაში არ გულისხმობ არასამთავრობო სექტორს, ეს არის ზოგადად განვითარებული და პროგრესულად მოაზროვნე ჯანდაცვის სექტორი. არის სამი. ეს არის პაციენტის საუკეთესო ინტერესი, რომელიც გულისხმობს, რომ თუ ვერ ეხმარები, არ ავნო მაინც ეს სოციმუშაკებას ძალიან კარგად ვიცით და ძალიან კარგი პრინციპია ინდივიდუალურ დონეზე ცხოვრებაში გამოსაყენებლად. ანუ საუკეთესო ინტერესი, თუ ვერ ეხმარები, არ ავნო. მეორე ეს არის ავტონომია, რომელიც არაერთხელ ვახსენეთ, რას გულისხმობს ავტონომია. ავტონომია გულისხმობს იმას, რომ ჩემს ხელთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე საბოლოო პასუხი მაქვს მე ვხილობ მას და ჩემი სიტყვა იქნება გადამწყვეტი. ისე რომ გადავთარგმნოს სერვისებში, პაციენტის და ექიმის კომუნიკაციაში ეს აიხსნება ამგვარად. ექიმი აწვდის პაციენტს ინფორმაციას, რომელიც არის აბსოლუტურად გაფილტრული ყველა ინტერესებისგან გარდა პაციენტის ინტერესისა, უჩვენებს მას გზებს, საბოლოო სიტყვა არის პაციენტზე. აი ამას გულისხმობს ავტონომია. როდესაც ვსაუბრობთ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ჭრილში. და მესამე ეს არის სოციალური სამართლიანობა. სოციალური სამართლიანობა დგას თანასწორობის პრინციპზე, მაგრამ თუ ჩვენ თანასწორობას როგორც მის ეტიმოლოგიას კარგად ჩავხედავ და ჩაუღრმავდებით, იქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. თანასწორობა მარტო არ გულისხმობს იმას, ვის უფლებას მაძლევს მე კანონი და რო კანონის ტყუილში ყველას გვეკუთვნის ერთი და იგივე რამ. არამედ გულისხმობს იმ დამხმარე საშუალებებს, რითიც სწორედ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებიც ისევე მიიღებენ სერვისს, როგორც სხვები. აი, კოვიდის მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც გაჩნდა ხელმისაწვდომობა ვაქცინებზე, გამოცხადდა, რომ სიტყვაზე ნებისმიერ დაწესებულებებში თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ამასაკიდან ყველამ მიიღოთ ეს ვაქცინაცია და წარმოიდგინეთ, იქ შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც არის ეთლით მოსარგებლე. ეთლით მოსარგებლე ყველა შენობაში ვერ შედის, ჩვენ ვიცით, ხო? ან ადამიანები, ვისაც სიტყვაზე დაქვეითებული აქვთ სმენა და ძირითადად ალბათ იცით, რომ ამ შემთხვევაში სოციალურ მოწყვეტს ეს პრობლემა, როდესაც კარგად არ მისმის, ვცდილობ, რომ ადამიანს პირის აპარატზე დავაკვირდე და ამ დროს ყველა ვიყავით ვიხდებით. და რა ვქნით, მე გამოვიგონეთ ის გამჭვირვალე ნიღაბი და მათაც ალბათ ცოტა გაუადვილდათ და აი ამაზეა საუბარი, ხვდებით? აი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, არაერთი პრობლემა აღნიშნეს ლიკამ და ელენემ და დავეთანხმები. ნამდვილად ეს პრობლემები არსებობს, მათი გადაჭრის გზები მეტნაკლებად იყო ნაპოვნი, ეხლა
კიდე შევცვალეთ ეს ვექტორი და სხვა გამოწვევების წინაშე გავართ, მაგრამ მინდა დაუბრუნდე ამ კარგ პერიოდსაც ვეძახდე ადამიანები ვისთანაც ჩვენ მუშაობდით დამერწმუნეთ მაშინაც ძალიან რთულად ჰქონდათ ხელმისაწვდომობა იმ სერვისებზე რაც მათთვის არსებობდა რაც შესყიდული იყო მათთვის და იდეაში იყო და ხშირ შემთხვევაში ჩნდებოდა ხოლმე კითხვა ეს ჩვენი კოლეგებისგანაც ექიმებისგანაც ესე კითხვა ჩნდებოდა რომ აი რაზე საუბრობ როდესაც ამბობ რომ ქალების ჩართვა ეფექტურად ვერ ხდება აი ანტირეტროვირუსულ მკურნალობაში ესეც რო აგეცნათ ეს არის მკურნალობა ეს არის სპეციალური მედიკამენტები რომლის საშუალებითაც ადამიანი ვის ხელშიც არის აი ეს ვირუსი ამ წამლების დახმარებით არ ხდება მისი განხორციელება, მაგრამ სულად ხდება ამის მართვა, ვირუსი არ ვრცელდება და ადამიანი ცხოვრობს ისე, როგორც იცხოვრობდა ვირუსის გარეშე. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა, იმიტომ რომ არ არსებობს ეს მკურნალობა, შესაბამისად ხდება იმუნიტეტის დაქვეითება და შემდეგ უმცირესი პრობლემაც კი შეიძლება ძალიან სავალალო გახდეს. ისე თქმა მინდა ვამბობთ რომ არის ეს მკურნალობა და ეს ყველაზე რატო არ მოდიან ეს ქალები, რატო არ ერთვებიან ამ კაცები, რატო არ მოდიან. ახლა მივდივარ იმ სოციალური სამართლიანობის საკითხზე და იმ სტიგმაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდწილად აისახება ხოლმე ადამიანების შრომაზე გარკვეულ სერვისებზე. აი, რომ ვამბობდი რომ ჩვენ მუშაობთ ადამიანებთან, ვისაც აქვს განსხვავებული და განსაკუთრებული ცხოვრებისეული გამოცდილებები. აქაც პოზიტიურ კონტექსტში არ მithქვას დამერწმუნეთ. ეს არიან ადამიანები, ვინც ამის თავის გამოცდილებას და იმ ფიზიკურ თუ სულიერ თუ მენტალური ჯანმრთელობის საჭიროებებზეც ესე თამამად ვერ საუბრობენ. არც იმის საშუალება აქვს, რომ გარკვეული სერვისები მოიკითხონ და მოიცნონ და არც იმის უფლება აქვს, რომ ახლობლებს გაუზიარონ, იმიტომ რომ მათი ეს ცხოვრებისეული გამოცდილებები ხშირად არის ხოლმე სტიგმატიზირებული, მათ ხშირად განისჭიან, მათ ეშინიათ ახლობლების დაკარგვის ან ისეთი კითხვების წამოწევის ოჯახში თუ მის გარეთ, რისი იმ მომენტში განხილვის ფსიქიკური რესურსი არ გააჩნიათ. მოკლედ, არ არის ხოლმე მარტივი სიტუაცია. რატო ახსენე ეს საკითხი? რატო არ მიდიან ეს ადამიანები? არ მიდიან, იმიტომ რომ ეშინიათ კონფიდენციალობის დარღვევას. აი, ელენე ახსენა ეს კონფიდენციალობა ორი სიტყვით რომ გავმარტოთ, ეს არის ადამიანის გარშემო არსებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, რომლის გადაცემა მესამე არაავტორიზებულ პირზე, ვიზეც მას ნებართვა არ გაუწია, მისთვის შეიძლება გახდეს პრობლემური. აქ შემოდის მდომის საკითხი, ხო, ესე იგი, როდის მივდივართ, ან ვუზიარებთ ჩვენს გასაჭირს ადამიანებს ან პროფესიონალებს. როდესაც ერთი ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი დაგვეხმარებიან, მეორე, როდესაც ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი დაგვეხმარებიან და თან არ გავსჯიან და მესამე, როდესაც ჩვენ მათ ვინდობით და ვიცით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც ჩვენ გავცემთ ჩვენ თავზე, არ იქნება გამოყენებული ჩვენივე წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მარტივი ცნებები, ხო? მაშინ ჩვენ ვაჟღერებთ რაღაცა საკითხებს საკუთარ თავზე, მაშინ, როდესაც ჩვენ ადამიანებს ვინდობით და დარწმუნებული ვართ, რომ ამას ჩვენს წინააღმდეგ არ შემოგვიტრიალებენ. აი ეს მარტივი პრინციპები არის იმის საფუძველი, თუ როგორ და როდის მიდიან ადამიანები დახმარებაზე და ამ დახმარებას ხვდენ, მათ შორის სამედიცინო სექტორში. და როდესაც ჩვენ ისე მივდივართ ასე სპეციფიური საჭიროებების მქონე ადამიანებთან, დამერწმუნეთ მათთვის პირდაპირ სერვისების მოძიება არის პრობლემური. და აი აქ შემოდიოდა თავის დროზე ეს რგოლი არასამთავრობო სექტორის დახმარების და გადამისამართების განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა სათემო ორგანიზაციების მნიშვნელობას. რა არის ეს სათემო ორგანიზაცია? ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია და რომელსაც მართავს მსგავსი გამოცდილებების მქონე ადამიანები. მე თუ ვამბობ, რომ ეს წარმოადგენს აირდადებით ადამიანთა ქსელს, ესე იგი რაღაცა ფორმით ამ პირადად მაქვს ეს პრობლემა, ან შეიძლება ჩემთან დაახლოებულ პირებს ჰქონდეთ ეს პრობლემა. მე პირად დონეზე უნდა მქონდეს ამის გამოცდილება. და რა ხდება ამ დროს? ნდობა არის გაცილებით მაღალი, მოლოდინი არის იმისი, რომ პირადი გამოცდილებებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ეს ადამიანები უკეთ დავარეფერალოთ ან გადავამისამართოთ საჭიროებების მიხედვით და პლუს ამას ისინი პოულობენ საერთოს ხდებიან, რომ არ განში, იმიტომ რომ მსგავსი გამოცდილება მქონია
შესაბამისად იმისი შანსი რომ ამის გამო განსაჯო ნაკლებია, თუმცა არ გამოგვიცხავ ხო, იმიტომ რომ ყველა გამოცდილება მაინც ინდივიდუალურია. ზუსტად აქ შემოდიოდა სათემო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ახლოს თანამშრომლობდნენ სახელმწიფო უწყებებთან, ყოველ შემთხვევაში აქამდე ეგრეთ წოდებული აიდის და ტუბერკულოზის ქვეყნის პასუხის წარმოებაში. ეხლა რამდენი თავის დროზე ვახერხებდით ამ პასუხშიც ქალებზე მორგებული სერვისების განმარტება, მათ ინტერესების გატანას, ეგ მეორე საკითხია, მაგრამ ამაზეც ყოველ შემთხვევაში ყოველთვის იყო ხოლმე მსჯელობა, იყო განხილვა და ისევ მინდა გავიმეორო, რომ გზაობის და რესურსის პირობებშიც კი ეს ძალიან ჭირდა. რომ აღარაფერი თქვა დღეს იმ პირობებში, როდესაც არა მხოლოდ გარკვეული ტიპის ქმედებები, სერვისები, ესე იგი ფაქტიურად სერვისებში ჩართულობა ან ის რომ წარმოადგენენ არასამთავრობო სექტორს, უკვე შეიძლება გახდეს მარგინალიზებული და რაღაც ქმედებები კრიმინალიზებულიც კი. ხო? ან გამართულებით ამ პირობებში მუშაობა ძალიან გართულდება. გართულდება ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანა, ამ ადამიანების გადამისამართება სამკურნალო პროგრამებში ჩართვაზე, რაც არა მხოლოდ დააზიანებს ამ ადამიანების პირად ინტერესებს და მათი ოჯახის ინტერესებს, ეს საფრთხე შეიძლება გახდეს სრულიად საზოგადოებისთვისაც ბევრწილად. და ამას ხშირად ვუსვამთ ხოლმე ხას, არამც და არამც ეს არ ნიშნავს, რომ მე თავად ამ პრობლემის მქონე ადამიანები მოვნიშნო ახლა დამნაშავებად, ეს არ არის ჩემი საქმელი. მე იმის თქმა მინდა, რამდენად მნიშვნელოვანია დობაზე დაფუძნებული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სერვისების რეფერალი, რაც ზუსტად იმ პირობებში, რაც დღეს ჩაგვაყენე ეგრეთ წოდებული მთავრობა, იქაც შეუძლებელი ხდება. ამასთან მინდა აღნიშნო კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი მხრიდან. აი ზუსტად როდესაც ჩვენ საუბრობდით ქალზე მორგებულ სერვისებზე, რა ფუნქციას ასრულებენ ხოლმე თემში მომუშავე ქალები. ფაქტიურად თუ მოხდა მათთან სწორი მუშაობა, ნდობაში შესვლა, ინფორმაციის სწორად მიტანა და გარკვეულ სერვისებში მათი მიყვანა და ეს აბსოლუტურად უნდა ხდებოდეს არა ძალადობრივად, არა ძალდატანებით, არამედ გაძლიერებით და ინფორმირებულობით, ისინი ძალიან კარგად მუშაობენ ხოლმე მერე თავის ადგილობრივ თემში. ანუ ფაქტიურად მათი გავლით ხდება, თუ შეიძლება მათი პარტნიორების ან მათივე თემში ან მათ პატარა სოფელში, ან შეიძლება პროფესიულად იმ ადგილებზე, სადაც ამ ქალებს მოკლედ მიუწვდებათ ხელი, ისინი ხდებიან ხოლმე შემდეგ ამ ცოდნის გამავრცელებლები, მაგრამ ისევ იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს ჯაჭვი დაირღვა, ჩვენ არ გვეცოდინება რა საჭიროებები დგას, ჩვენ ვერ გავხდით ამ ჩვენ სერვისებს მოქნეს, ეს დააზიანებს ამ ადამიანებს, ანუ ვარგვებთ იმ პრინციპს არავნო და არა მხოლოდ ამ ადამიანებს და ოჯახებს, არამედ თელ საზოგადოებას. ამიტომ რაღაცა მომენტში ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან მიჭირს, როდესაც ქვეყანა დემოკრატიის ასე დიდი გამოწვევების წინაშე დგას, კონკრეტულ სერვისებზე ფიქრი და მუშაობა, მაგრამ მე მახსენდება, რომ რამდენად მასშია ეს ყველაფერი და ზუსტად ის, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევძლოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით, შეიძლება ამანაცვე შეიტანოს წვლილი ამ ადამიანების გაძლიერებაში. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაქვს ხოლმე ეს გამოწვევები პირად დონეზე, ეს ამბივალენტური განცდა და ალბათ მარტო არა ვარ ამ საკითხშიც. ხო, ეხლა ისიც იმის ამბიციაც არ გვაქვს, რომ არასამთავრობო სექტორი 100%-ით ხარავს ყველა ადამიანს, ვისაც აქვს გარკვეული საჭიროებები. ხო, ეს მაინც სახელმწიფო პასუხისმგებლობაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ აი ზუსტად ის, რაც სისტემურად ამ სახელმწიფოს არ შეეძლო, რომ გაეკეთებინა და ალბათ ყველა ქვეყანაში მსგავსია, გაგვეკეთებინა კვლევები, მაქსიმალურად გავსულიყავით კონტაქტზე იმ ადამიანებთან, ვისაც ეს გასაჭირი აწუხებდა, სხვადასხვა კონტექსტში იქნება ეს ჯანმრთელობის პრობლემა, მათი ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ძალადობის გამოცდილება და შეიძლება კიდევ გავაგრძელო ეს ჩამონათვალი, მათი დანახული საუკეთესო ინტერესი რა არის, მოკლედ შეგვეჯერებინა და მე რეკომენდაციები მიგვაწოდებინა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ფაქტიურად დღეს ამასაც ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ იმ პირობებში, რომ ჩვენ ვერ ვაძლევთ გარანტიას ამ ადამიანებს კონფიდენციალობისა, ჩვენ ვერ ვაძლევთ მათ გარანტიას, რომ ინფორმაცია მათი რაც მოხდება ჩვენ ხელში არ იქნება გაზიარებული მესამე პირებთან და ჩვენ შემდეგ ვალდებულებას ვერ ავიღებთ ამ ინფორმაციას როგორ გამოიყენებს ეს ათვლის უწყება, ჩვენ
ფაქტიურად აღარ გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს საჭიროებებით სირბისეულად ვიყვიოთ. და როდესაც თვითონ არასამთავრობო სექტორს ორგანიზაციებს, რომლებსაც სულ რაღაც გუშინ წინ ქვეყნის მიღწევად ასახელებდნენ და მათ დამსახურებები თავს იწონებდნენ მაღალი ტრიბუნებიდან, რატომაც დღეს აღმოჩნდით მოღალატეები და ქვეყნის დემოკრატიის ძილის ფრთრელები და ასევე, რა ვიცი, უცხოური აგენტები თუ გავლენის აგენტები, რაც ჩემთვის ძალიან გასაწყვეტია, იმიტომ რომ ხანდახან ამას აჟღერებს ის პირები, რომლებთან ერთად სულ რაღაც გუშინ წინ ერთად მუშაობდით და გვეგონა, რომ მსგავსი ღირებულებები გაგვაჩნდა და მოტივირებულები ვიყავით, რომ ეს ქვეყანაში გარკვეული სერვისები რაღაცას დამსგავსებოდა. ამის საშუალებასაც კარგავთ, იმიტომ რომ კი ბატონო ამ უნდობას და ამ კონფიდენციალობის საკითხსაც ვეღარ უზრუნველყოფთ იმ ფორმით, რა ფორმითაც გვეუბნება საუკეთესო სტანდარტი და ადამიანზე მორგებული ჯანდაცვა. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება, მალე თუ არა. რაღაც პერიოდში მაინც აქვს ჩვენი იმედი, ჩვენი მეგობრობის იმედი და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მომზადებისთვის და მოწვევისთვის. მეგობრებო, უღმესი მადლობა ყველას. ჩვენ გვაქვს სულ 2 წუთი იმისთვის, თუ შემთხვევით რამე კომენტარის გაკეთება გსურთ, მოგცემთ ამ შესაძლებლობას. კი ბატონო. და დავასრულოთ. ხოს არ დაგისვამთ, მადლობა. შორენა შავლაყაძე, საბას დედა, საბატი მოსარგებლია. და საბა არის 24 წლის ხდება, ეხლა 23-ში და რაც ლაპარაკეთ, ყველა ეს ხსა ჩვენ გავიარეთ 24 წელია უკვე ზუსტად ნაბიჯ და ყველასთან ერთად ალბათ. საბა როდესაც იყო სასკოს, ჯებაღის და მერესკოვის მოკლედ სერვისები არ არსებობდა. 7 წელია რაც ინკლუზიური განათლება არის და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ საბას ასაკი ამ ქვეყნის განვითარების ასაკს ვერ დაემთხვა და ნაბიჯებს და გამხიზლებას და უბრალოდ ის კი არ არის სამწუხარო მარტო რომ საბას ფეხი ვერ აუწყო ამ ქვეყანამ. უბედურება ის არის, რომ იმას ვკარგავთ, რაც უკვე მოგწევია. ერთია, როდესაც არიცი საიდან რა უნდა დაიწყო, რომ კეთესი გეკუთვნის, რომ სერვისი გეკუთვნის, რომ განათლება ფუნდამენტური უფლება და ბავშვი რომ გაჩნდება ქვეყანაში, მას აქვს უფლებები. ეს ერთია, რომ როდესაც არიცი, მაგრამ ეს როცა იცი და მე რომ ამას კარგავ, ეგ არის ტრაგედია და ჩვენ უკვე ამის წინაშე ვდგავართ და ვინც ამას ვერ აღიცნობიერებს, მართლა მინდა რომ მეც მინდა რომ ამ ფორმაში და ამ პოზაში ვიყავ პოზიციაში, იმიტომ რომ უბრალოდ თავზე გვინგრევა ის 24 წელი, რომელიც საბასთან ერთად გავიარე. არ ყოფილა არ არის დიდი დრო, როდესაც ჯერ კიდევ სამშობიარო ომში გვეუბნებოდნენ, რომ შვილები დაგვეტოვებია. და რატო გვეუბნებოდნენ ამას? იმიტომ რომ სერვისი არ გქონდათ და არც უნდათ რომ გქონოდათ. უკეთესად მოვლით და უკეთესად მიხედავს მას სახელმწიფო და უპირებდნენ რას? და თავშესაფარში გადაეყვანათ. თუ გადარჩებოდა, რა თქმა უნდა, საბა არ იყო ისეთი ჯანმრთელობის, რომ ადვილად გადარჩებოდა. იქ რჩებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ფიზიკურად ზედაპირული მოწყობილობა ჰქონდა, მაგალითად კორდილის, აი ელემენტარული, რომელსაც მაგალითად კოსმეტიკური ოპერაციიდაც გამოიყვანდი. იქ როდესაც მძიმეში შემო სტატუსით არის, მაგალითად ზონდი დაჭირდებოდა ან რაღაცა თუ მოკლედ, ან მათ გადარჩენის შანსი ძალიან ნაკლები ჰქონდა და ოჯახები ეგეთი შვილები განწიეს და დატოვეს. ოღონდ მათ არ იცოდნენ, რომ მათ შეეძლოთ რომ სახლში წამოეყვანათ. იმიტომ რომ მართა გარშემოყოფ არავის არ ყავდა ხოლმე და თუ ყავდა ძალიან ერთეულებს და ისინიც ისეთ თავშახილები და ისდენად უფლებოები იყვნენ, რომ არამც თუ ამაზე ითხოვდნენ რამეს, რომ ის შვილის სკოლა და ბაღი ქონოდა, არამედ ოჯახის ძალიან ახლობლებიც კი მათ 4 კედლისთვის წირავდნენ. დღეს როცა ლაპარაკობთ 4 კედელი რატომ არ გამოგყავთ, არ იყო ეგეთი ადვილი, იმიტომ რომ ნათესავებსაც კი შენი ეს მდგომარეობა და ეს შვილი თუ ეს დედმამიშვილი მისთვის იყო დამაბრკოლებელი და მას თუ რაღაცა წარუმატებელი ჰქონდა, მე შენ შვილს ეკიდებოდა ხოლმე ეგ მისი წარუმატებლობა ან წარმატება ნამდვილად არა. ისი თქვა მინდა, რომ როდესაც სახლში გაჩნდნენ ოჯახებში
ბავშვები, რომლებსაც ჭირდებოდათ სერვისი, ჩვენ მოვითხოვეთ და დავიწყეთ მშობლებმა ამის მოთხოვნა და ამიტომ გაჩნდა. იმიტომ გაჩნდა, რომ გაჩნდა მე ამას ზომაში სერვისები და ჩვენც იმიტომ დავიწყეთ, რომ ჩვენ ყავდნენ წინამორბედი მშობლებიდან, მათ არ უნდათ, რომ მიშვილებს სწავლა და განათლება ქონოდათ და სივრცე ქონოდათ. უბრალოდ არ იყო სივრცე, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი, კარგად დაფინანსებული, კარგად დატრეინინგებული, კარგად ნასწავლი ევროპაში სახეცვლილი. ჩვენ ქვეყანაში საერთოდ სხვა სიტუაცია იყო და იქ მიღებულმა წინა განათლებამ და ნანახმა აქ ბევრი განათლება და ცოტა ჩამოიტანა, ამას დრო დაჭირდა. ამას შეეწირა ჩვენს ქვეყანაში თაობები და ბევრჯერ მithქვამს ხოლმე სხვადასხვა შეხვედრის დროს, რომ მინდა ესეთ ქვეყანა მქონდეს, სადაც საბა მეცნი ვიჩივლებდა და ჩვენს ქვეყანასაც, რომ მისი არც ერთი უფლება არ იყო დაცული და თქო საბა ვიჩივლებს კი არა და მე იგივე გზას ვადგებით სამწუხარო და თუ გამოფხიზდებით ჩვენ აქ არ გვეხება, მაგრამ მოკლედ მე დავფიქრდი იმაზე, რომ იგივე გზას გადიან ქვიან მშობლები, ანუ ერთი როდესაც იბადება და მაშინ გეუბნებიან, რომ უარი თქვა და მე როდესაც გარდატეხის ასაკია და რაღაც პრობლემებს წააწყდება სახელმწიფო და იქაც გიწუნებს შენ შვილს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამის აღმოჩენა და დღეს ჩემთვის განსაკუთრებით ტრაგიკულია, როდესაც ქიართემი არის საერთოდ მარგინალიზებული და არ მინდა რომ ვინმე მიფიქროს, რომ ეს მათ ეხებათ, ეს იქნება აუცილებლად გზა, როდესაც ჩვენამდე მოვლენ და ეს გზა პირველად მეგონია, რომ ქიართემა მეგონი კი არა და დარწმუნებული ვარ, ქიართემა დაიწყო, გადაიარა და მათი ჩაგვრით ჩვენამდეც მოვიდა ეს სიტუაცია. ვწუხარ ძალიან ამის თქმა რომ მიწევს, იმიტომ რომ თუნდაც 10 წლის წინ ბევრად იმედიანი ვიყავი. მე იყო რაღაცები, რომლებიც გააჩინა ამის შიში და ამის მოლოდინი და იმიტომ კი არა რომ რაღაც პესიმისტურად ხედავ რაღაცა აი ეს შეგრძნება უკან ხდახევის ეს ძალიან ის იყო საგრძნობი იყო და ძალიან ხელშესახები და აღარ მინდა იგივე გაიაროს სხვებმაც. როდესაც სამშობლოში ეუბნებოდნენ ბავშვი დატოვეთ აქ უკეთესად მიხედავ. ძალიან დიდი მადლობა საბას ყავს არაჩვეულებრივი დედა და საბაც არის არაჩვეულებრივი ჩვენი პროტესტის ნაწილია და უბრალოდ მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ ხებილად. მეგობრებო, მე მგონი დავასრულოთ. უღრმესი მადლობა ელენეს და მედეას, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ. ძალიან დიდი მადლობა ონისეს და მარიამს, რომელმაც შტატივის როლი შეასრულეს და ესე იყვნენ ბატონ გიას აპარატურისთვის. უღრმესი მადლობა ყველას, რომ ჩვენთან ხართ. წარმატებული მარში.